ესეთ ხინკალს ვერ აჭამენ, ვერ. გუშინ პირველი დღე იყო რომ გავიხსენით 24 საათიაზე და მთლიანად გადაიგეს ისინი. აჰა, მე თავიდან შევუყვე. ამიტომ რა შეიძლება ჩვენი ადამიანმა გამოგვიწერეთ რომ მალე ავიდეთ არჩევნებისთვის გვაქვს იდეა რა, ვინც ხმას მოგცემთ და გასვენებთ მტკვრის ძირში. ჩაგძირავთ ყვაში. ვიღაცა ხო ბუნკერულია, აი ბუნკერული აუცილებელია. ეს მიყვარს რა, ამას რეკზე. მაიცა მე რამე მინდა რა. ვართ. გინდა შემოხელი? უთხარი. და არ მოაქვს. კაი, დავიწყოთ მეგობრებო. დაიწყე. მოგესალმებათ ბუნკერი. ჩვენ ისევ აქ ვართ, ისევ საჭაშნიკეში. თეიმურას ჭაბუკიანი, ინტერნეტ სენსაცია ირაკლი კვიტაშვილი, ნიკოლოზ მეორიელი და დღეს ჩვენი სტუმარი არის საჭაშნიკეს თანადამფუძნებელი და ჩვენი მეგობარი ლევან ქოქიაშვილი. უფრო სწორად სტუმარ მასპინძელი. ხო, რომელმაც რაღაცა კაი ხოვა, რომელსაც ვერ გავაშკარებ. მაგრამ შევეცდებით რომ გავითვალისწინოთ ეს თხოვნა. ლევან, ესე ბექში ხშირად ხარ ჩვენთან და როგორია ახლა სტუმრადაც რომ მოგვევლინე? არის რამე არ მინდოდა თავიდან სულ წელავდი და წელავდი გახსოვთ? თავიდან რომ მითხარით და სულ წელავდი და წელავდი და როგორც რაღაც მომენტში დათანხმებაც არ არის, უბრალოდ რაღაცნაირად გავრისკე რა, მაგრამ ერთადერთს აქ თქო ძმურად არ ამკენწლებს რა, აი ეს თხოვნა იყო. აი ხო, არავით არ შევთხოვ. თან მით უმეტეს ყველაფერი პირიქით მოხდება, რასაც ვთხოვ, პირიქით გავაკეთებ ყველაფერს და ბუნკერი ფორმაშია, მე ვიტყვი. ერთადერთი რაც მიხარია რომ პახმელიაზე ვარ და ეგ მნიშვნელოვანია. პახმელიაზე ვარ და რას მე ამკენწლავთ ცოტა ანუ ცოტა არც აწი მაინტერესებს. პარასკევი და შაბათს იქნება 24 საათიანი ხო საჭაშნიკე? კი, პარასკევს და შაბათს ვიქნებით ეგ 24 მართლა საათიანი და ამბავია ხარისხი. ბიჭო, მაგრა გაამართლა, კამპანია გავაკეთეთ რაღაცა, ყველაფერი 14 ლარა. ხო. და გაიტენა. რომ მოგხოვონ შემდეგ პარასკევსაც არ არის იქნება, ბრაცი, არა. 14 ლარი ფაფუ. ეხა ავიდეთ 16 ლარზე. მე 16-ს მოთხოვენ. 14 დაივიწყეს. ასები ჩვეულებრივი იქნება ის. გამოტოვოთ ეს. საინტერესო ჰაილაითებიც იქნებოდა გუშინ. უეჭველი. კი, კაროჩე ერთი ტიპი დაითვრა მაგრად, სასტრაფო გამოვიძახეთ. უცხოელი ქართულმა ლოთმა ტიპებმა დაიჭერეს პოლონელი ლოთი ტიპი, რომელიც ეთყობა იქ ალბათ ერთი თვე არ ქონდა დალეული, იმიტომ რომ ცოლი უძალავს დალევას და აქ ჩამოვიდა და გაიხია შუაზე და მე სასტრაფოთი. კი, სასტრაფოში გადაიყვანეს ცოცხალია რაც თავარი. კარგ სასტუმროში, რომელსაც ავატყოფო ქვია და გამოიძინა და დღეს რო დაურეკე კარგად არისო რა. მოკითხვა პოლონელებს. აი ეგრე შევაყვანო. ჩვენი ძმები არიან საქართველოს რა. ხო, ზიზღით. ზიზი, ხო, აი რა არის საქართველოში, რაც შეიძლება უცხოელს პირველ რიგში შესთავაზო. მოდი რა დღეს სტუმარ მასპინძლებაზე ვისაუბროთ მაშინ. ქართლის დედასთან უნდა მიიყვანო. ოღონდ აი ეს ყველი რა, აი ეს ყველი შემიჭამია. ამ ყოლს სულჭამთ ხო? ეს სულჭამთ ხო? მე ლუცსა და აი ამ ყველის გარდა არც არ უკეთავ. აი მე ხდება ერთმანეთს? ძალიან. გაგასინჯე იმიტომ რომ ლაშია, ხო, და ის ყვადი გაიჩნდება რაღაც და გაგასინჯე სექსია. ყველი. მაგრამ ლუდი მომიჭე. აჰა. ლუდი მოუჭერი. მთლიანად გადაიგეს ისინი. აჰა, მე თავიდან შევუყვე. ეს არის თუშეთიდან ჩვენი ძმა კაცია. ხო. ლევან იჭირაული ძმაო. აი გუდაში აყენებს იმენა ცხვრის რა, კი. ძისგან არის, ხო? კი, აი თაში ანუ იქ რაღაც წესია თურმე თავისი და აი ზონაი. ანუ გუდაში უნდა დააძველო 6 თვე, ეს ხვარი თურმე თუშეთში მთაში უნდა წაიყვანო და სულ ორი ტიპი გააკეთებს რა თურმე რა. ესე ტრადიციული ტექნიკით, ხო? კი, კი, ტრადიციული აი ეს რაც არის რაღაც ძველი ტექნიკა მაგით და ეთყობა კიდევაც გემო. ხიმიანი და ესეთი გემრიელი. მარტო რაღაცები გულზე შეგვიძლია მაგრამ სანგემრიელი. გადაუპარე ხო, წაიღო გუდა. მაგარი მშიერი ვარ და გუდამ. ეხლა მოვა ჩამგუდა. მოვა. მე ჩამგუდა. მოვა ჩვენი ზიაღმატები აი, მოდი დაუბრუნდეთ თემას რა. მე ხა პადაჩს აგიგდებთ და ჩემპიონში შემოვაგდავარდაჩ. პირველი რა არის? აი გუშინ ხო ვიღაც პოლონელი დაბრიდე. ბიჭო, არ დაგვიბრედია, საქართველოში. ეხლა მაგას რო დავუმოკო, მაგარი გასწორებულში იქნება. კი, უეჭველი მადლობას ეთქვი. რელექსია, აი მოხსნილია ყველანაირი სტრესი. პირველი რა, აი რაც შენთან რომ მომწვიოს უცხოელი, პირველ რიგში ღვინოს თავაზობ თუ ჭაჭას. მე ჭაჭის მსმელი კაცი ვარ რა. ბავშვობიდან და აქთან გამოდია უფრო ჭაჭას რა, მაგრამ გააჩნია მის ხასიათს რა. ართან გაიწა. სიმართლე გითხრა, აი მაგ კითხვას ცოტა სხვაგან გადავიტან რა.
ჩემთვის არის მნიშვნელოვანი სტუმარი ნებისმიერ ჩემ ესე ვთქვათ, ჩემ გაკეთებულ პროექტში რომ შემოდის ხო, ანუ რა, აი ბედნიერი გავიდეს რა. აი რო გადის იმ დროს რომ დაეწევი ტიპს და რო იტყვის რომ აი რა ბედნიერი. იმას ვერ დაეწია ხუში, ხო? პოლონელდი. ის თავის თავს დაეწია თვითონ რა. სასტრაფოს მიყავდა. მაგრამ ეხლა დარწმუნებული ვარ ბედნიერია სადღაც ხაშს უბერავს და ასწავლიან ხაშის კულტურა როგორია საქართველოში. ეგეც ხო ცალკე, ეგ ხო მეორე სერია არის რა წინა დღეს. უი, შენ რა აი პირველი რას შესთავაზებდი? ვის უცხოელს? ხო რა, აი საქართველოში. მე ხა მქონდა ეგეთ გამოცდილება ზაფხულში, რაჭაში ვისვენებდი, ჩემ საყვარელ რაჭაში. და იყვნენ გავიცანი მექსიკელი, ერთი მექსიკელი, ერთი კოლუმბიელი ტურისტი რა, სტუდენტები იყვნენ 25 წლამდე, ბიჭები იყვნენ და გოგოებიც იყვნენ რა და ეს მექსიკელი ცოტა გამეტრაბახა რომ მეო ტეკილაზე ვარ გაზდილი. იცი რა არის? განძილი როგორ არ ვიცი. აჰა, მაშინ გადაიღე. მომეცი? მე ხანი ლაპარაკი, თან ხო და მოკლედ, ისა. მეო კაშო ტეკილაზე ვარ გაზდილიო თქვენმა ჭაჭამ რა უნდა მიქნასო და ეგ იყო რომ გავიგე. ეგრევე 4-4 შოთი მოვატანინე. ტეკილა გულისრევით გავარდნე და მე გავაგზელე სუფრა, ანუ დავსაჯე ქართულად რა. ანუ მაინც შენ სასმელი პირდაპირ აბა სხვანაირად კარიდან კარში ვერ ვეთამაშებოდი. რა მდგომარეობაში. ის პლატოზე მოგე. პლატოზე დაუსწრელი. თით ეგრევე სულ იქ გავარხობე ასა. თემო შენ რა მექსიკა შესთავაზებდი? პროცივ საქართველო. პროდუქცია ალბათ სიტყვა. ძველ თბილისს დავათვალიერებინებდი. კაროჩე თქვენ გადაცემაში იცი რა რო უყურებ ხოლმე რა მევასება იცი? აი ეს 100 follow 100 გასკაზე რო გამოცდილება ვარ ხო პოლიტიკაში. და მეც გამჩითეთ მან ათეულში მე ვიქნები იცი რომელი ტიპი? ტურიზმი. არა, ლოთების ხმას რომ მოიპოვო. აუ, მაგარი. ყველა ლოთის ხმა თქვენთვის საქართველოში იქნება. ყველაზე დიდი სეგმენტია შეში. ხო, ეგ არის დიდი სეგმენტი. რა, კაროჩე და ატვეჩაი ვარ მე მაგას ხო. ჩაჯდა ათეულში ეს რა. უეჭველი. მეგობრებო, შეგახსენებთ 100.000 გამოწერზე როცა ავალ საქართველოში პოლიტიკური რეალობა შეიცვლება და ამიტომ რა შეიძლება ჩვენი თმა ადამიანმა გამოგვიწერეთ რომ მალე ავიდეთ. რა შეიძლება მალე გამოიწერეთ ეს ამ. ჩვენი ნაგუს ურნებით ბუნკერით შევარდებით პარლამენტში. შესაყრელია ჩავყრით, გადავყრით ნაგოს საყრელზე და ყველაფერი ისე ხო, ეგეც კარგი სახელია რა, მაგასაც ჯავშან ბუნკერი. ბუნკერი ყველაფერს უყურებს. ქვეყნის ნაგავი რაც იქნება, ჩვენ ნაგავში ჩავყრით და გავიტანთ. ეს ეხლა რო პატარა შესწორება შეიტანეთ ხო ლოგოში რასაც ხვდები რა. ხო, იგი გამოაყენეთ, აი რამე ხო? ახსენე რა. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია თან გაიგოს აი რამე ახსენე მაგაზე რა. ეხლა უფრო მივხვდი თქვენ იდეას რა. ბუნკერი, ისევე ი რო ქონდა ვერ ვაღმუღამებდი. ერი არის ცალკე. სუპერ. ანუ ეხლა მივხვდი თავარ იდეას რა. ზოგადად ბუნკერი რაღაცნაირად ძალიან თანამდება და ბუნკერში დაწყებული არის რებრენდინგსაც ვერ ვქო, ბრენდინგი არის მოკლედ რა დაწყებული. ძალიან ბევრი საინტერესო იდეა გვაქვს და ნელ-ნელა ჩვენ ერთგულ მაყურებლებს და გულშემატკივრებს ბევრ სიახლეს შევთავაზებთ. თავარია რომ ბრენდინგი დაწყებულია და ეგ უცბად რომ ადამიანებს შეემჩნიათ ლოგო რაღაცეები უცბად გავაკეთეთ და დანარჩენი საფუძვლიანად. მაგრამ თავარი ორიგინალი ლოგოს ავტორი არის თაკო. თაკო არის ნიკუშას მეუღლე და გიჟდები მაგიდან დაიწყო. აი ესე თან როგორ უცბად გააკეთა, იცი ესე ხო ლაპარაკობთ რაღაცეები ჩვენთვის და ესე აიღო პლანშეტი და 2 წამში დახატა. ბუნკერი. კაროჩე, აი ეხლა რასაც ჩემი ძმაკაცები ბაზრობენ, უეჭველი 100% მასე იქნება. ვისაც არ გჯერა საბურთალოზე, პლატოზე ამოდით და იქ გაგიხსნით. პლატოზე რატომ არის უნდა გჯეროდეთ? დაგათვალიერებინეთ ხო, რატომ უნდა გჯეროდეთ? რაც არ უნდა ნაგავთან ვასოცირდებოდეთ, რასაც ვამბობთ, მაგას ნახდად ვაკეთებ. კი ბატონო. თუ ეგ ძალიან პოლიტიკური გამოვიდა ეს ყველაფერი, არა მაგრამ უშავს. it's okay რა. აიტანს. მოდი ობიახლებით შემოვაგრიალოთ ნელ-ნელა. იმიტომ რომ მე საჭმელი რომ მოგვეყრება, ობიახლები დაპაუზდება, აღარ ეცლება და ხო. ობიახლებამდე, აი, რომელ რესტორანშიც პამიდორი არ არის ხარისხიანი. იქ აღარ უნდა რესტორანი დაივიწყო. ეგ არ არის. აი, თუ პამიდორი კარგი არ არის, აი პამიდურით და პურით ვაფასებს მაზარიანო. ანუ თან ყველაზე მალე მოდის ეს. და ეხლა თუ პამიდორი არ შემაგიბათ. თემო. არა, ვიცი 100%. ამიტომ დაკავშირებულ პრობლემებთან აი ბუკა მე გავხატავ აი სადისტრიბუციო საქმიანობიდან აი დაყნოსე რა, აი მე გავხატავ ამ შესაძლებლობას. პამიდორის სუნაგი არ მე ეს ამოჭრათ რა. მაიტა გამოვიშვა. არაფერი, მაგრამ
არ გაგიჟდი რა, ეგრე შეჭამდა. მოკლედ ეგეთი საინტერესო და ძალიან სასიამოვნო. მე ახლა როგორც ფუჩური კოქტეილიც მოვიდა. ფუჩური კოქტეილიც მოვიდა, დიდი ეს მადლობა. რა არის ფუჩურის რა არის ფუჩური კოქტეილი. ფუჩტეილი. მაგრამ ძალიან გემრიელია. მე ხა, ნუ შენს მშობელი ხარ, მე მშობელი ვარ და ჩემთვის როგორც მშობლისთვის ძალიან კაი სიახლეა ეს, რომელიც სამწუხაროდ საქართველოსდან არ არის და დანიიდან არის. მაგრამ ერთი 47 წლის მერე ჩვენამდეც მოაღწევს ალბათ რა. დანიაში 15 წლამდე ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომა აეკრძალებათ. შესაბამის წინადადებას ქვეყნის პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა. ეგ დანიაში ხო? ხო. დოკუმენტის თანახმად 13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები სოციალური ქსელებით სარგებლობას მხოლოდ მშობლების თანხმობის შემთხვევაში შეძლება. ძალიან მაგარია. ჩემთვის როგორც მშობლისთვის მართლა ძალიან მაგარი. ანუ ჩვენ მაგარია, ოღონ ჩვენ ფაქტობრივად აი ჩვენი მაკაცები მოვიდნენ. გენოცვალით. ჩვენ დანიაში ვართ გაზრდილები 15 წლამდე არავის არ ქონდა არც ინტერნეტი და არც ტელეფონი. ცოტა უფრო დიდი და ამის 35 წლამდე სოციალური შენ ინტერნეტი ეხაც მეგობრებო, ბუკა არის ის ინსტაგრამი როგორ გააკეთოს ჩვენ შეგნებულად არ ვასწავლეთ და ბუკამ კი არა ბუნკერმა არის ის როგორ გააკეთოს. ეხა Yes. რუსკას ვიდეო გავაკეთე და არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ნუ რაღაც ესეთ სურვილი მაქვს, რომ რაც შეიძლება შორს იყო. შორს იყო სოციალურ და ერთი მაგაზე გამახსენა შორს ყოფნაზე რა. სხვადასხვა ჩემი სიყვარულს უგზავნი რუსკას. ხო, რუსკაზე. კამერა გადაბრუნდა და რუსკა დღეს ვერ არის ჩვენთან ერთად. მაგრამ რუსკა და კამერა ერთად გადაბრუნდნენ და დღეს ვერ არის ჩვენთან ერთად, მაგრამ როგორ დაგვავიწყდა. ჩვენი სრულუფლებიანი წამყვანი არის. კი, რუსკა ძალიან არავის არ გეგონოთ, რომ რუსკა აღარ არის. შემდეგ ინტრიგები არ ჩააგდო. შემდეგი ეპიზოდიდან ისევ იქნება ჩვენთან ერთად. უეჭველი. ერთი რაღაცა მინდა აღვნიშნო რუსკაზე რა. მაგალითად დაში არავული კვირა ქონდა, პრემიერა ქონდა ორი სხვადასხვა მიმართულების, ერთი თეატრის, მე როგორც ვიცი და ერთი სერიალის. ძალიან პოპულარულ სერიალში მიიღო მონაწილეობა რა. იცით ეგ? რუსკა? ხო, ცვალებად ნიშნავს და დაკრთული კვირა ქონდა. ხო, პრემიერა ქონდა და ნუ გადაიღალა ეთყობა და დღეს ვერ მოახერხა ჩვენთან. ესე იგი, ვინ წარმატებები რუსკას. რუსკას ძალიან წარმატებები. ვინც პირველ რიგში ბუნკერში წარმატებები. ვინ ჩვენთან მოვა, ქაბაბს აი ესე აიღებს და ესე გაჭრის და მარტო ამას აიღებს. ლავაშის იმას გარეშე. ორმაგს ვახდევინებთ რა, კაროჩე. აი ესე უნდა კი აიღო. ბატონო. აი ესე უნდა. სეგრეგაციას იმას ნახევარს. იმას კი ბატონო, ძმაო, ბაზარი არის. ბაზარი არის. აი ესე დაიჭერ ძმაო, აჰა. მაიტა დაიჭირე. მადლობა. აი ესე ჩააწე ამაში და უბერე ძმაო რა. ნახე ლევანი რა ტექნიკებს გვასწავლის. კი, ძალიან რომის გვასწავლის საჭირო ან ყველას ერთობლივად უნდა ვასწავლოთ, აი ესე დავჭრათ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი აი ეს როგორც დევს, მაო, შიგნით ვიღაც მზარეულმა იწვალა, ხო, დავიკარგეთ. ჩვენმა ძმებმა შეიძლება, რომ და ძმაკაცებმა და ეს გემო რო გაიგო და მთელი ამბავი. საწყებელიც ცალკე პიროვნებაა. ეს არის ისი, ხო იცი, ძალიან მაგარი რეცეპტი არის, კაროჩე რა, მე მარტო ტომატი არ არის ხო აშკარა? არა, ბევრი რაღაცები. არ რა ხდება, იცი? პამიდორს ავდებთ გრილში, მიბრასას გრილში, დაბალ ტემპერატურაზე ცხება და მერე ის გამოდის და მთელი ძალიან მაგარი. ამბები ხდება რა. ანუ და ეგ ყვამლის გემოს აძლევს ძალიან საკაი. ეწყობა კიდევას. ჯოსპერში ხდება ეს ყველაფერი, ხო? ლევან, ძალიან მაგარია. მიბრასაში. როგორც ეგ იცი როგორ არის? როგორც BMW და ის რო არის, რა ქვია, Mercedes, ხო იცი? ჯოსპერი და მიბრასა ეგრე არიან რა. აღარ არის, რა მალე გათხოვდა ლევან რა. კაი, ყველაფერი მალე თავდება, ძმა. ეგრეა. კიტრი პამიდორს შევესევი მე. ხო, კაი, ეს თემა ცოტა ოდნავ მინდა რომ გავშალოთ, რატო არის კარგი რა. ხო, ჩვენ დანიაში გავიზარდეთ. ეხლა ვთქვათ რატო იყო კარგი, როცა არ ქონდა 15 წლამდე ტელეფონები და სოციალური ქსელები. ერთი რა მაინტერესებს, რატოა ეგ კარგი, ეგ მაინტერესებს. აი, მინდა რომ გავშალოთ. ხო, აი, დავაი გავშალოთ. ძალიან ბევრი საფრთხე არის რა, რასაც ყოველდღურად ხედავთ მაგალითად თუ სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ მაგ თემაზე. მე მინდა რომ სერიოზულად ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ამბავია რა და მე როგორც მშობელი თავს ვალდებულად ვთვლი რომ რაღაცნაირად მაგავაშღე რომ მაგ ნაწილში რომ შვილებს მეტი ყურადღება მივაქციოთ რა, რასაკეთებენ და როგორ. მე ამას არ გულისხმობ რომ უნდა შევზღუდოთ თავისუფლებაში, უბრალოდ ყურადღება უნდა მივაქციოთ. ლიანად აკრძალო ჩემი აზრით სისულელი. ძალიან ბევრი ფაქტი არის პედოფილიის რა. ბიჭო, მე იცი რა არის, აი, ერთი შვილი მყავს 22 წლის, ერთი შვილი 22 წლის ამყავს, მეორე შვილი 5 წლის ამყავს რა. 22-ის ყავს? ხო. ხო და კაროჩე, ეხლა ეს 22 წლის რომელიც არის, ნუ მეტონაკლე, ნუ უგზალავდი, ბაზარი არ არის.
მაგრამ ეხლა პატარას ვაფშე ჯერ ტელეფონი ხელში არ დაუჭერი, აი თამაში არის ის რა, ანუ აი ეხლა რაღაცა ბახში რო ეტყვიან და მოვა სახში და რაღაცა მამი თამაშები არსებობს ეგეთი რაღაცა კნოპკას დააჭერინებენ ასე ხო და მე მომწონს რა, იმიტომ რომ რაღაცა სტატიები წავიკითხე რომ 8 წლამდე ბავშვი რაც უფრო მეტი შეხება აქვს კომუნიკაციაში, გარემოსთან, ყველაფერი, იმიტომ ვარ რო კარგად ვითარდება. იმიტომ ვარ ჩვენი თაობა და ესეთი ის რაღაცნაირი, აი როგორ თქვა. უკდავრი. ხო. ბიჭო ის რაღაცნაირად გიწეპებს რა და რეალობიდან მოწყვეტა ხდება ნებისმიერ და ვირტუალურ სოციალურ სივრცეში გაინტეგრირებს მეტ ინფორმაციას ფლობენ ბავშვები, მაგრამ ნაკლებად ყოველთვის არსებობს ეს მაგრამ ხო ეს ერთი ცალსახად ეს ერთი მერე არ არსებობს. როდესაც უკვე იმ ინსტინქტის დონეზეა, რომ აი სკროლვა იცის თოთო ბავშვს რომ ისე, ანუ რა, სკროლავს რა, ანუ სკროლვა კი არა YouTube-ზე მოგიძების ყველა. ინსტინქტურ დონეზე, ხო ხტები? აი მან რატო უგზავნო, ხო ხტები? იმიტომ რომ ეხლა რო აუგზავნო და დიდი რო გაიჩიტება მე. 15 ძალიან ბევრია. ჩემი აზრით სადღაც 6-7 წლამდე უნდა იყოს. ბაზარი არის. და მე ნენელა შეაპარო რა. ევროპაში ზოგადად განათლებაში 12 წლამდე ან ბევრი ეხლა ხო იცი ანუ ცოტა ისე რა, ის 22 წლის რო ყავს და ეს 5-ის ეხლა რაღაცა შევედი მაგ თემაში რა ძალიან შევედი და ევროპაში ზოგადად 12 წლამდეა მიღებული რომ მობილურს არ ყიდულობენ რა 12 წლამდე რა რაღაცა ის შერასწავლ 8-12 წლამდე მგონია ბავშვის ნუ ეხა იმდენად გამოუცდელია ცხოვრებისეულად რა ვიცი ძალიან კომპლექსური ძალიან რთული თემა თემა უნდა ძალიან კომპლექსური თან ინდივიდუალურიც არის ბიჭო აქ მელია ისე თემა წამოჭერი ჩემი ცხოვრების ის როა რაღაცა მიზანი როგორ გავხადო დაიკარგე ხო ეს ობიახლებია ჩემი ბოლოდრელობებით ახსავს. კი ბატონო. აი ნახე როგორი ნახტომი გაკეთდება ახლა და შენთვის ეს საინტერესო იქნება, რადგან ამ სფეროში რა, სტუმარ მასპინძლობის სფეროში. შენ მასში? არა. ჩვენ არ ვარ. ეთქვა ვითხოვდი ჩემიც რა მაგარი მაგასი წავთქო. ეთქვა ბიჭო. გამაზა ego. უილებზე ნუავაგებ ხერხო. არა. ნიუ-იორკში ახალი რესტორნების ქსელი მოეცა ყურადღების ცენტრში რა. და რატო? მოკლედ ეს ადამიანები ფილიპინელებს ქირავდნენ და ვირტუალური მასპინძლება და წარმოუდგებიან სტუმრებს. Zoom-ის მეშვეობით, აი შეხედე, ესე ურთიერთებიან, ხო? და ამითი რესტორანი ხარჯს აიაფებს ძალიან და ამათი ხელფასი არის საათში $3.75 და როცა რეალურად ვინმე რო ადგილზე დაასაქმო, $16 გიждდება საათში. აი უყურე ახლა ამ ვირტუალური მასპინძელია. საბა ვირტუალური მასპინძელია ჩვენ. აი ხა და უყურე რასაც ბაზრობ, ახლა ჩემი ძმაკაცის საბა რო გაიჩითა ახლა აქ და ახლა ბარმენთან და რო მივიდა და რაღაც რო გრუზინულად უთხრა რა ეს დამისხი, ეგ ტიპი რო გაჩითო და რა სეტყოდა თქვენ. კამერაში დაელაპარაკებოდა. არაფერი წავიდოდა ეგრე მოტრია და ხო, ანუ ალბათ არ შემოვიდოდა. კამერაში დაელაპარაკებოდა. საქართველოში კაცი შვილი არ ეყოლება მაგას. თელი მუღამი მარტო საჭმელი და სმა ხო არ არის და შედიხარ და როგორ ხვდებიან და როგორ ახარ და აბა რა გაგისტორდება და აბა გუში როგორ იყო და ეს რაღაც ეკრანიდან ტიპი რომ ელაპარაკებოდეს, რავი, წავალ და სახში გამოვიდა. ამ მწვადს მალე გადავარქმეთ სამწვადე მწვადი ნორიელს გადავარქმევ. მალე რა, რაღაცა ხო გექნება და ნორიელის ლაბადის სალათი და შენი მწვადი. აზრია ეგ ბიჭო. დავაი. ლაბადის საძმაკაცოში და ეს სასტავი ვინც იჩთება ჩვენთან, ყველას კონდეს ვიღაცის სიყვარული საფსო. არა მე ამ მწვადი დავარქვა. ნორიელის მწვადი და ნორიელის მწვადი. საავტორო უფლებებს გაძლევ შეგვიძლია. ბაზარი არა. საქართველოში არ გამოგვაქვს არავითარ შემთხვევაში მეთოდი. არა, მაგარი გადაუვები გაიჩნდება რაღაცა. მაგრამ ხელფას რო გაიახე ხელფასი გაიაფება ძალიან კაი რამეა მომწონს. უკვე მომწონს. მonitorები ხო დავუყენო. ფილიპინებზე არის ხო? არა, მე მაინც რაზე ვფიქრობ, ვიცი, აი საჭაშნიკეში ვინც მოძრაობს, ანუ ისეთ სასტავი რომ აი მაგ სასტავთან რომ ეგ გაჩითო რა. მე მგონია ვიტო აი აი შენ რომ მოხვიდე ახლა ბუხოი რა. 1-5 წუთი გავერთობი არა ვერც გავერთობი. და წავა. მაგასაც ვერ აკეთებ. მაგრამ ეწინებ. სახე არის და გელაპარაკება შეჭა. თუ რამეს ვეთამაშები იქ, ეგრე შეიძლება. არა და კითხვა რომ დაუსვა მაგ როჟას რომ რა ქვია მაგალითად რომ ეკითხები რომ ეს ლუჯის როგორია რას ხსენს. ჩვეულებრივად ტიპი ზის და გელაპარაკება, უფრო ზუმით გელაპარაკება ესე. ზუმი? ძალიან ბანძია. რასაც კითხვა ყველაფერს გიყვარს. არაფრად ავარგა. ერთადერთი ეგ კარგი იქნება სალაროებში. სალარო. მაგარ შუდრამეებს ვებაზრები მაგას რა. პახმელიაზე მithumetes. ხო. რაღაცა თან იმის ხმა რო ჩაწეული გაგ და შენ უბრალოდ აჭო.
ხო შეგიძლია იმის ხმაც ჩაწიო ალბათ. ძალიან ცუდ კითხვებს დაუსვავდი, მაგრამ მოკლედ ხამარტის რა. ჩავჭრელს. ხო, ანუ რა, თვარეზე რომელ კოქტეილს დაამზადებდი და გავართულებდი კიდე რაღაცებს, რომელიც ეხლა აქ ჩაუხვართო და არ წხევიდნენ. და ერორს ვაგდეს და ძალიან დიდი ანგარიში რო გქონდა. მე ძალიან მომეწონა ეს კიტრიპამიჯის სალათ. მიდი ნიკუშ ეხლა გადავიდე. პადაჩის აგიგებ და მე პადაჩის უნდა მივიდო რა. ლატვიის პოლიციამ ევროპოლის, ესტონეთსა და ავსტრიის მონაწილეობით გამოავლინა პრორუსული თაღლითური ქსელი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე სოციალურ ქსელებში დაახლოებით 50 მილიონ ყალბანგარიშ მართავდა. და დაკავებულია 7 ადამიანი. 7 ტიპი მართავდა 50 მილიონ აკაუნტს. fake accounts რა. აი არის ტროლი. შინელება. ჩვენთან რამდენი ეგეთი ცეხი იქნება წარმოგიდგენია? ანუ ეგეთი ბაგდანი არც დაჭირდება ორი კაცის რატო რა პრობლემაა რა, ძალიან ისეთი თემაა რა. აკაუნტი საქართველოს რა ვიცი, ყოველ დღე საქართველოში ისეთი რამები გვესმის, რომ რა პრობლემაა. არანაირი. პროსტა მაგაცმა დაიჭირეს და ჩვენ ალბათ მედლებს დავკიდებთ მაგას. კი, ცოტა ხანში. წარჩინებული ტროლი და გამოვა. ცალკე სკოლა სახეზე ბლარი ექნება. ჩვენთან საამაყო ხდება ო, ნევლენა რა. კი, მაგას არ გეუბნები. ჩვენი TikTok-ი რო დაგვიწყო. ჩემი ობიახლი რა. ხინკას თუ არასდროს ობიაქ მოდებული. ოხშივარი თუ არასდროს ის ხინკალი არ არის. ხო, ეგრეა. და პილპილი თუ არ აყრია კიდე ზემოდან, მადლობა. ჩვენ TikTok-ი დაგვებლოკა რეპორტების გამო რა. რატო? აი ვიღაცა ეგეთი ნაბოზრები გვარეპორტებია. ხო. და დაიბლოკა და შენ რაღაც მწვადს მე ასიხა ჩემ ხო? პირად TikTok-ზე როჟამ დამიწერა რომ აიო ხო დაგენძრათო, ხო აღარ გაქვთ ხო. TikTok-იო და აწიო, კაროჩე ვეღარც გაიხარებთო რა. აი ეგ არის თავიდან ბოლომდე ტროლ ბოტების თემა. და რატო? პრობლემა რა იყო? რატო დაგვებლოკა? რუსეთს სულ აჯვამდით რა და მეგობრებო, რამდენ აკაუნტსაც დაგვიბლოკავთ, იმდენ შევქმნით და რუსეთს სულ დავაჯვამდით. სხვათა შორის საჭაშნიკეში შემოვიდა. საჭაშნიკეში შემოვიდა. და გამოფხიზლდი. საჭაშნიკეში 2 დღის წინ შემოვიდა 2 ნაბოზარი ვიღაც ტიპი, არ ვიცი და დაგვიწერეს ერთიანები Google-ზე, პროსტა იცის გამო. ანუ ნუ აი რავი 24 საათიანი პარასკევიდან ვიხსნებოდი და ხუთშაბათ შემოვიდნენ როჟები, თან როგორ შემოვიდნენ, ისი შემოვიდნენ და აქ ტიპებმა აუხსნეს, ხო ხდები რომ ხვალე ვარ რა, ან ვისკი არ იყო რომ მოვიდნენ კარებს მოადგნენ დაკეტეს, ხო ხდები ანუ რა, პროს ტიპები მოვიდნენ, შემოვიდნენ და კულტურულად აქ აუხსენით რომ თუ პარასკევს და შაბათს არის ღია 24 საათი და თქვენ მოხვედით ხუთშაბათს 12 საათის მერე და იმიტომ მოხდა ესე ის და თქვენ გენაცვალეთ შენ შემოგვივლეთ. ხვალე წავიდა ის ნაბოზარი და ის ნაბოზარი წავიდა და რაღაცეები დაგვიწერა. ერთი ვარსკვლავი დაგიწერა. არა ბიჭო, კიდე მოტყუნები არიან რუსები. რავი, სადაც უნდა იქ წავიდა. და მაგის გამო იკაიფე. რაც უნდა იქნება. საქართველოს. აი ესეთ ხინკალს ვერ აჭამენ, ვერ. საქართველოს ვერ ჭამენ. პროჭი ხარო ამოთავიანდი პიუმენები. ისდეცია, არ ვიცი, რაზე ზუდი პროპაგანდა არის. რაზე შეიძლება ხო, იმლაპარაკო. კაი ხინკალია ძმება. ძალიან. აი მართლა. თუ რამე გაქვს სათქმელი, მიდი აი ამკეცლეთ ბოლომდე. რანაირად უნდა თქვა რამე ხინკალზე. შემდეგი არ მომაკლო და ყველაფერზე საქებას ვიტყვებში. მაშინ ცოტა ჭაჭას დავლიოთ მე და შენ. და შეგიძლია მოისყიდო. ბიჭო, საჭაშნიკეს ისტორიაზე რა იცი თქვენ? მე ვიცი, ერთადერთი ის რომ მე მოგიყვებით ჩემ ისტორიას მე რა. მე ძალიან არის პატარა ისტორია. ინფორმაცია მაქვს რა. 60-იან თუ 70-იან წლებში აქ იყო ღვინის მარანი რა და მოდიოდნენ ყიდულობდნენ ხარისხიან ღვინოს. ღვინოსაც და ალბათ არაყსაც რა. ხო. მარტო ეგ. აქვე თან აქვე ჩარტმაც მოსული პონტი იყო, ხო? სამზარეულო როგორც ვიცი არ ქონდათ, ხო? არა, მარანი. არა, რაღაცა კიშკები იყო რა, რაღაც აი ყველი და რაღაც კიშკები ხო, აი ულცპატრო. ანუ სამზარეულო აჭირდებოდა რა იქ რაღაცა. სივად. ხო, რო ჩაჭი. კიტრი პამიდორი ყველი პური ალბათ. ბიჭო, რა კაია შენ რო იცოდი, მე არ უსყოს მაგიტოა მე წავე? წელიწადის და 7 თვის წინ გარტყმაში არ ვიყავი არაფერი. ამ ადგილზე ბევრჯერ მოსუვარ. ხო. აუ, აქ ხო ყველაფერი იყო გახსნილი. ის იყო, რა ქვია, მაგალითად, ყურძნის საწამლი, ისენი იყიდებოდა რაღაცა შესაწამლი და ინვენტარი, კლუბი იყო, რაღაცა, აი ყველაფერი იყო ამ ადგილზე რა და აქ რო გავიჩნდა და მოვედი, რაღაცა გარეთ ეწერა რაღაც ხო ხედავთ ბარელიეფია. ხო, რაღაც აი ყველაფერი იყო და რაღაც ბარელიეფია გარედან და მაღლა აწერია სხვადასხვა ეს ნიშანი რა. ხო. მე თქვი რა იყო აქ რა და
საჭაშნიკიო ეს 1970 აი ეს ორიგინალური ბიჭო იქიდან მაგრამ ბარელიეფიდან წამოღებული გვაქვს და გადმოტანილი რომ ვიყოს და ეს 1970 მე ზოგადად ძალიან მიყვარს ძველი თბილისის რაღაცა ადრე რაღაც დანიშნულება ქონდა და გაანაახლები რა როგორც მაგალითად კინოთეატრს თავს რაც უქნეს რა ო აი კაი მაგალითია მოდი მაგაზე ვისაუბროთ მან რისი ოფისი გახსნეს? არაბების რაღაც ფუთ შემი. აუ, არაბეთის ოფისი. მაგაზე მინდა კაი ახსენე. მაგაზე თან აქ არ მქონდა. კაი მიყვარს ეს ძველი კულტურული ძეგლების მოფხილება ვიცით და არაბებისთვის ტრაქში შეხრა ყველაფრის ჭამე ძალიან გამისწორდა მადლობა არა, მე ვარ არა ევროპა ერთ წელი გადაიღეს მიიღეთ კათრი დავდო პილპილიან თუ პულტო პილ ჩემი აზრით და ალბათ ბევრის აზრით იზდეცი არის აი ეს რაღაცა ახლა არაბული ქალაქი თუ სოფელი თუ დისტრიკტი რაღაც რომ უნდა აშენდეს აი უდიდეს პრობლემას ხედავ მაგ ყველაფერში განსაკუთრებით long term-ში თავარი არის არ გავყიდარასდეთ და დანარჩენს ავიტანთ რა გინდა არაბები არ არიან გეები შეჭი კაი მაშინ რა გინდა კულტურული ძეგლი ქონიათ შენს მიმართ ცდობა გაპიდარასდეთ დღეში ერთ ხუჯერმანს დღეში ხუჯა სადარბაზო გამოხო თუ არა იწყები აი ეგრევე როგორ იგერიებ გერმანელები ეს ნიდერლანდელები სულ ხდებიან ხო მომატყნეველი შენი ხალხი თუმცა ხო თავაზობენ ლაიფ ჰეკი გააძრო როგორ არ ვაძლევ როგორ იგერიებ ლაიფ ჰეკი ხო დაურბივა ძალიან სწრაფად დაურბივა მე ანუ გაქცევაზე მე ვის დარბის სო დაძრეული და არაბი რო გამოგეკიდოს ეს არაბებსაც ვასწრებ ავსტრალ ჯერჯერობით სწრაფად დაურბივა ცოტა აი 40 რო გადავწევი მე დამენძრევა კაროჩე მე პირიქით ვარ ჩვენ ხუმრობა მე პირიქით ყველაფერი ვარ თადარიგინო დაიჭირო მე პირიქით ვარ როგორ დავსდე მივსდე და მაგრა არა არა ვინც მაგას მეთქვის ეგრევე ვეკიდები და გარბის რა ინგლისს მისდევ გარბის ლევან იმ შემთხვევაში არანაირი აზრი არ ქონდა შემოძმა პროსტა შეუძლებელია ვერაფერს ვერ ვიტყვი აუ გამარჯვებული გამოვავლინოთ რა უი ხო მოდი წინაზე ჩვენ მქონდა ეგეთი ინტერაქციული კითხვა რა მაყურებელთან რომ ბასტომ დასვა ეგეთი კითხვა რა გაქვთ ყველაზე ცხარე ნაჭამიო და ჩვენმა ერთ-ერთმა მაყურებელმა დაწერა ესეთი წრემლებიო ყველაზე ცხარე აქვს წრემლები ნაჭამი და აუ რა დინული არის ეხაშვილი შეგიძლია მოხვიდეს საჭაშნიკეში და სამოგეცემა 300 ლარიანი ვაჩუკერი რომელსაც დახარჯავ მოდი ძმაო მოდი ჩვენიანი ხარ მოდი შენ ხარ ოფიციალურად საჭაშნიკის გუნდის წევრი მობძანდი გაგიმასპინძები კაცი ხარ როცა ეგეთი რამე მუჭეხაშვილი მობძანდი მუჭეხაშვილი ეს გამოვაცხადე კი ბატონო ცოტა ნეპოტიზმის გაურიე არა ძალიან ცოტა ნეპოტიზმი იყო მაგრამ ყველაზე ორიგინალური მართლა ყველაზე მე გითხრათ ობიახლი ეხლა მოვიწევ ამ წამს მოვიბიქრე ობიახლი გაადრე ოღონდ რა თქმა უნდა იქნება რაღაც რესტორნული გასტრონომიული მიდი დავай კაროჩე ეხლა ერთი წლის წინ აღმოვაჩინე რომ ლოს-ანჯელესში არის წყალქვეშ მიახლოებით კილომეტრზე 800 მეტრზე და შენ გინდა რომ მტკვრის ქვეშ გახსნა? არა 800 მეტრ სიღრმეზე არის სასტუმრო ხო და დელივერის ახდენენ ისა ყვითავები ანუ და გლოვოს ტიპი და რავი ხა არ ვიცი უბერი რა იქ უბერი უბერის ტიპი იყიდებს ამ საჭმელს და ესე ჩაყვინთავს და ჩადის როჟა და მიაქ რაღაცა საჭმელი რა ხო მაგარი ობიახლია ისე კი მაგარი ობიახლია მაგრამ აი რა ეხლა გავაძროთ რა შეიძლება რატო უნდა მომინდეს წყლის ქვეშ დასვენება ანუ აი სასტუმრო მაგარი სასტუმრო ვიცი საყვარელო წამო ჩავიდა და დაბალწნევიანებისთვის არის რეკომენდებული ო აი სამკურნალო ჩადიხარ და იქ წნევა გიწევს რა მაგალითად რა ეგეთ შეკარია სწორი ართვრები კვიპროსში რო ვიყავი რაღაც ეგ და ბახმაროა Yellow Submarine თუ რაღაც გავისეირნეთ შეჩემა და თემა იყო რომ არო ზვიგენებს ნახულობე თუ რა ალბათ ეგეთი თემა იყო რომ ქვედა სართულში წყალში ჩადიოდა 8 მეტრზე ხალხში ბუნკერი შევილია გავაკეთე კი ჩავაგდოთ პროსტა ბუნკერი კარში თევზებს საჭმევდნენ იქ ვიღაც აკვალანგისტი ტიპები რა და ხო სამი წამი ვერ გავჩერდი შეჩემა არა არა მე ისე დატრიალდა ყველაფერი მე ისედაც არ მევასება ეს გადაგიარეთ ბიჭო რავი რაღაც წყალქვეშ Yellow Submarine თუ რაღაც ხო რა სადღაც და დასასვენებლად გურჯო არა მე მეჩვენია სიმაღლის რა
ყველანაირი სიმაღლის და ვერ ჩავალ ზმაო მაგ სიღრმეზე რა. ხო, ისე მეც შიში. ოკეანის და არა, ოკეანი კი არა, 4 მეტრზე რომ ის აი ლაგუნაზე რომ სიმაღლის თუ გეშინა პირიქით ღრმა ბასეინი ხო გახსოვს? არა, იგივე. ანუ რო ცურა 3 მეტრზე ტვინში არის რომ ჩავსტენი ვარ უკვე მაღალ ისე სიღრმეზე, იასნა. ვარ რომ არ გისტორდება. არა, ძალიან არა. მეც არ და მიყავს. მყარში რო გავხსნათ ეგეთი მყარზე ტვინი ფანჯრიდან რა გავხსნათ. სილამაზეები იქნება. პროსტა მყარზე გავხსნათ. დასაული სილამაზე იქნება. მაგრა გაასწორე. წყალქვეშო ხარ და მყარზე არ ბიჭო ძალიან კაი. გადადი. მყარზე თუ ობიექტი. всё. ყირაზე. ყვირაზე ეგ კაი. არჩევნებისთვის გვაქვს იდეა რა, ვინც ხმას მოგცემთ და გასვენებთ მტკვრის სიღრმეზე. ძირში. ჩაგძირავთ ყვარში. ვიღაცა ხო ბუნკერულია, აი ბუნკერული აუცილებელია. დაპირება, პედაპირი მნიშვნელობით. ხარას და დაპირება. ვინც არ მოგცემთ, ვინც არ მოგცემს. ის შუა ნაწილში დარჩებით და დანარჩენი აგემრიელია. ხო არა? ძალიან. კი ბატონო. ხო და ესე რა, ეს საჭაში ძალიან გაიჩნია. ხიარული ობიექტი ვიდი, მაქვს შემდეგი. ხიარულები მინდა. მოკლედ აი ეს გოგო ესეც უმანვას მიზლობის სფეროში იყო, მინტანი იყო რა. ხო. გათამაშება იყო რაღაც პირობითად ყველაზე მეტ მაგიდას ვის მომსახურებოდა ის ეგონა რომ იგებდა ტოიოტას და მოიგო ტოიოდა ანუ სათამაშო ამას ეგონა რომ მანქანას მოიგებდა და სახე გაიძრო და მისცეს აი ეს სათამაშო ტოიოდა სათამაშო იოდა. იცი რა არის? ამას იოდა? ემაშო იოდი იოდა, იცი რა? Star Wars-იდან ხო. ეგეთი რაღაცეები ტოიოდა. ხშირად არის რა ტოიოდა. მარკეტინგში და სხვათა შორის ეგეთი რამეები მაგრა არ მევასწრებ. როგორ თქო ეს ადამიანი გააგრძელებდა ამ სფეროში და კომპანიაში მე უფრო მეცაც გეტყვი, უფრო მოტივირებული იქნებოდა და შემდეგში სათამაშო რომელიმე კიდე Star Wars-ის ბაზლაიტერი მოვიდა. რამე მოგიგია? ბაზიში. კი, ილეთი მომიგია ტოტალურად. სკროლი მოვიგე ერთხელ. ლუდის სმაში. ლუდის ხო. შენ რა მოგიგია? მე არაფერი. ხო, მოგება? შენც არაფერი არ მოგიგია. ვაფშე ხორებებს. რამე მოვაგე, მოდი დღეს ვაუჩერი. 270 ვარ. თამაში არ მევასება. თავისივე ვაუჩერი მოვაგე. გინდა ვაჩუქე. თამაში არ მევასება. და 200 ლარი გინდა ჩვენ გამოვარტყა. ლევან ისე დღეს რაღაცნაირად დროებით ჩვენ ლოკაციას ვიცვლით რა. ხო. დისლოკაციის ადგილს კი იცი და რაღაცა საოფისე სფეროში უნდა გადაუპარიმდეთ. ძალიან მაგარია. ვაჩუქერის არ გაგვატან საგზლად? ეხა გავათამაშოთ. არა, ჩვენ რამდენიც არა, გავათამაშოთ. არ ჩვენ გავათამაშოთ. გავადგინე. რამდენიც გიდათ. ჩვენთვის. მარტენიც გინდა თოიცაკი. ჩვენთვის მინდა რა. всё, ეს ხო იცით რას მეგობრებო, ნიშნავს? ვაჩუქერი კონტრაქტების არ მჯერ, აი? ხო, ეს არის თავარი კონტრაქტი. ეგა. всё, ვაჩუქერი გვაქვს. რამდენიანი იქნება მე? აი, რამდენიც გინდა. შვედეთის კაროლინსკას აი ესე რო იწყება. როგორ მევასწრება, იცი, არაფერს რო არ მაიუბნება, აი კაროლინსკა. რატო იქნებ დაგუგლა მოგინდეს? შვედეთის კაროლინსკას ინსტიტუტის მკვლევარებმა კიბოს შექმნეს მიკროჩიპი, რომელიც კიბოს სიმპტომების გამოჩენამდე 4 წლით ადრე ამცნობს ადამიანს. ანუ რაღაც ჩიპს გიყენებენ და 4 წლით ადრე გაგებინებს, რომ აი კიბოსკენ გაქვს რაღაცა მოდის რაღაცა რაღაცა ბიჭო, კიბოს არის ეს 150. ძალიან მაგარი ისე კიბოს მართლა მაგარი სიახლე. პრევენციის ამბავში ეგ ძალიან მაგარი რაღაცაა. იმიტომ რომ რეალურად პრობლემას უფრო მეცლად მაშინ გვიაწყდებით, როცა გვიან ვიგებთ და ვეღარ ბოლო სტადიაში როცა საქართველოში სადაც რეგულარული სამედიცინო შემოწმება და კონტროლი სამწუხაროდ ჯერჯერობით რაღაცა მაგრამ ქართველებისთვის არის ეგ გამოგონილი. მაგრამ ეს ის ჩიპი ხო არ არის. ეშმაკის კი არ და არა, არა, ხეცის ნიშნით პირადობაში როა. პირადობაში ტიფრი. პირადობები არა მაგრამ იყო. პირადობაზე ხო გავატყანით. არა, ძმა, მე თან არ დამოկ პროსტა. არა, არ უნდა ატარო, არა, პირადობები კი არ გადაყანო. პირადობები ჩვენ მოგწევთ. მოგვიტანონ. ხო გჭირდება. ჩვენ ტროლებს 100.000 გამომწერზე პირადობები დაგჭირდება. ო, ბაზარი აა, მაგას ვაგროვებ. ეგ რა მაგარია. ეგ მაგას აგროვებს ეს ხალხი რომ ხელმოწერები. ხეცის ნიშნიანი პირადობები მოგვიტანეთ ჩვენ. რო დავუწყოთ მაგ ხელმოწერების შეგროვა. კაი აზრია. პირა დავიწყოთ? ხო. აი, გავით დრუს აი თავი. უყურე ვიწყებ, მეგობრებო. გამოგზავნეთ თქვენი პირადი მონაცემები. ან საარჩევნოდ გამოვიყენებთ, ან სხვა მიზნების. არ გაწვალებენ ბიჭები საარჩევნო იმაზე მისვლაზე. თვითონ მოაყომარებენ, თქვენ სახში იჯდებით, ყველაფერი იქნება მაგრა საკაიბო. და სახის ფოტოები, სახის ფოტოების გამოგზავნა. ყველაფერი. პირადობის წინ ანა ბეჭდები გამოგზავნეთ რა. ბარათის პირადი რაღაც საბანკო და მაგრამ ბარათის. 20 ლარი და შეგიძლიათ უჩვენოთ რომ ეს უხდება. ბიჭო, ეგრე სწრაფად შეჩემა ბარათს ვარ თქვენ რა 20 ლარი. მაცარი.
აზზე არა. ბარათშალი ჩო და 20 ლარზე. რა ბარებს, გვაქვს სესხებს აიგებთ, მაგით არ არის საჭირო. ვერც გაიგებს სესხებს. აღარ დაგჭირდება შეჭი. პატარა შტავკაუნდით, ხო, მას დაინტერესდეს ხალხი. ერი იქნება ჩვენი სპონსორი. 100 კაცი რომ მოაგრო 35 ლარი თითოს ბუნკერის სპონსორი იქნება ერი. და არა რაღაც კომპანია. გადადი შემდეგ. მაგარია. ძალიან მაგარი. მე გამოგზავნოთ მეგობრებო, მეილი აღწერაში. და ბუკას ნომერი დაურთე რა გეკოცე. და ფრეჯისიც ამონაცდეს რა გეხო. ფრეჯი რა? ფრეჯი არის არაჩვეულებრივი სადისტრიბუციო კომპანია. აბა იქ იებაზრე ვიღაცები. არა, მე მომიყევი რა, მე არ ვიცი. შენ არის. მე არ ვიცი. საიდან მიწოდინება? ფრეჯი არის სადისტრიბუციო კომპანია. შენ ხარ მისი დირექტორი? ეხლა გავაფერებ. დამფუძნებელი. Product placement-ს აკეთებს ნახერანი. 4 წელიწადზე მეტია ხობის ობიექტებს თბილისის მასშტაბით, ემსახურებით, ბაზრის პროდუქტებით მომარაგების თაობაზე. შენ გინაცვალე ძმაო. ხოშურს ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა გამიკეთა რეკლამა? ამას წინათ TikTok-ზე. კარგად წაიღო ძალიან და მოყვა გამოხმაურება. მოყვა გამოხმაურება. ჩაწერას რომ უდედის ტრაკი მეც და იმ ერთ კარგ ადამიანს. ფეთრი ჩაწერას ბოკასები რომ ხო არ მოჩებით ლევანი დააოფერე მაგნატში რა. ბიჭო, სხვათა შორის აი ეგ ერთ-ერთი ისეთი რთული პრობლემაა რა ჩვენს სფეროში რა. დისტრიბუცია, ხო? კი, ბიჭო, ძალიან რა, ანუ აი გემრიელი ხორცი რო კონდეს, ეხლა აი ხინკალს რო ჭამდა რო კონდეს ერთი ხორცი რა, ძალიან რთული ამბავია ძმაო რა. ხორცზე ანუ ამას ჩემზე კარგად იცოდინება, იმიტომ რომ რეგულარულად აი უთულესი ამბავია რა და განსაკუთრებით. და პრობლემა მე იცი რა მაქვს, ტიპები რომ მოდიან, ვერ ხვდებიან მაგას რა. ანუ აი განსხვავებას ვერ ვერა, ხედავ. ვერა რა, აი შენ რო ეხლა მწვადის განსხვავებას. მაგრამ სამაგიეროდ 90 არ ვიცი რა, რამდენი პროცენტი სიმართლე ეგ რაღაც დიდი არა ვთქვა შენ. მე ვიცი რომ ის 90%-მა არ მაგინოს. სამკუთხედი ხა თანამშრომლობს ეს ობიექტი საკმაოდ ხარისხიანი. ხარისხიანად მიდიოდა ამ საქმეს ვიცნობ. ზოგადად აქ კი არა. მე ვფიქრობ, რომ ქართულმა რესტორნებმა და მაგ სამყაროს უნდა აიღონ ეს პასუხისმგებლობა რა, რომ ფერმა რა არის ალექს? ფერმა არა ბიჭო, ხალხი ოპა! გემრიელა რა. მოიცა. ვაჩუქერი. დავამკვიდრეთ რა. So, ვაჩუქერი. მეგობრებო, ეს ვაჩუქერი გადმოგცეს იმისთვის, რომ გავათამაშოთ და რომელიმე თქვენგანს გადავცეთ, მაგრამ ჩვენ დავიღალეთ თქვენზე ზრუნვით და ამიტომ ჩვენ თავს მივხედავთ, ჩვენთვის დავიწყოთ. ეხლა ვერ დავწერ მე კომენტარს ხო, ამბობ. და გადმომეცით მე. წეგან ესეც ამბობდა, ლოთები არიან მადლობა, პროსტა მეგობრებო. ბუნკერი მოხოდეს და რაღაც უნდა 500 ლარიანია. შეფუთული აფერისტები ვარ. ეს შეიძლება რომ დავყო და აი 200 ლარი გამოვიყენოთ დღეს 300. არა. და მოახიო. არა, რატო არ შეიძლება ერთი? როგორ არ შეიძლება? მადლობა. თუ მოვა ერთიანად დავხარდო. 100-ათაც გაყავით. რა ვიცი როგორც. ვაფშე გავყიდოთ. არა, ჩვენ მოვიდეთ 500 ჩვენ ლარად. მოვიდეთ. მოვინა ტროს. მეორე ნახევრებთან ერთად ბაზარია. მოვიდეთ და ამ ხალხს ერთად გაუმასპინძდეთ ჩვენ. წვადი ვაჭა. ბაზარი არა, როგორც თქვენ გინდა, და როგორც დავიდეთ. 500 ლარად რამდენი მწვადი იმედა. გადააბრუნე. წვადი იყიდე. კაი, გადადი. მართლა ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. მეგობრებო, წუხვარ, იყო ორი გათამაშება, რავი, დაგეწინოთ რაღაც. ეხლა ჩვენ მოვიდეთ. ეხა ჩვენი დროა. და ყველაზე დიდი რაც. იასნა. ნეპოტიზმით ხედნა მოვდივართ ფაბრიკაში. დატყევი ეხა კიდე. ნორვეგიის სამაგიერო ნორვეგია. სკანდინავიის რო სკანდინავიური გადაცემა. თარგმნოთ. გინდა თარგმნა. აი გაუშვა. ბიჭო, თითო ჭიკას ხوار დაიმოცებოდი მასობაში. კინაღამ დავი. ნორვეგიის სუვერენულმა რა დაიმოცე ხო? ნორვეგიის სუვერენულმა საინვესტიციო ფონდმა ოფიციალურად გადააჭარბა 2 ტრილიონ დოლარს. რითიც ის გახდა მსოფლიოს ყველაზე დიდი საპენსიო ფონდი. ვარა, მაგარი. ან პენსიონერები გაინაწილებენ 2 ტრილიონ დოლარს? ხო. ხო. და და ეგ რას ნიშნავს, იცი? ერთ მოქალაქეზე გამოდის 340,000 დოლარი. პენსიაზე რო გადიხარ 350,000 დოლარი ეგრევე გერეცა. 340,000 დოლარი შეგვიძლია აუ რა, კაი. გამოიტანო რა. ხო, მაგრამ ამენ საქართველოს რო გახსენდება, მე ეგრევე დედის ხო და ხდება გინდა. ეს მაგიტო წავიკითხე რომ მინდა პარალელი გავავლო. საერთოდ ვინმეს ჯერა რომ ეს რაღაცეები რომ გვეჭრება და სადღაც ფონდში რომ არა. ირიცხება ოდესმე ხელს მოკიდებ. არა, ირიცხება, ოღონდ გეტყვი, ვისთანაც შენ რო ირიცხება. ხელს მოკიდებ მაგის არა, მე ჩვენ ვერ შევეხები. არა. მე მგონი ესპანეთმა გააკეთა
რომ ბიჭო, რა ვიცი, საპენსიო შეიძლება ფონდი. მეშლება, მაგრამ მე მგონი ესპანეთში არის, რომ რომელიღაც მომენტში სახელმწიფო მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს საშემოსავლო გადასახადი თვითონ გადაეხადათ. ანუ კომპანიები დასაქმებულებს მთლიანად საშემოსავლოს ჩათვლით ურიცხავდნენ დარიცხულ ხელფას და თვითონ რიცხავდნენ სახელმწიფო ხაზინაში, რომ ანუ კომპანიის შეგრძნება ხარჯზე, ქონოდათ, ხარჯი. რომ თვითონ უხდის სახელმწიფოს თავისი ხო, ჯიბიდან რა, პულს. ფიზიკურად- სახელმწიფო ვალდებულებების პასუხისმგებლობების და ასე შემდეგ, ან აი ეს ეთეჩმენტი მეტად საზოგადოება უფრო მეტად ჩართული ყოფილიყო. ყოფილიყო უფრო მეტად ჩართული. და არა ის უბრალოდ რომ გეჭრება რაღაცა თანხა. ვერ გზნობ საერთოდ. არანაირი შეგრძნება არ ხო, არა, შენი ვერაფერი ხელფასი არის ის რეალურად. აი რაღაცა სალაროში რომ მიხვიდე და შენ თვითონ არჩევ რა სალარო ესე ხეშავ თქვიდა და რო იძახი რომ აი მე მინდა რომ მეტი ფული წავიდეს დასუფთავება შენ თვითონ რომ დააჭირო ბევრად უფრო მაგარია დასუფთავებაც ისევ ან პენსიონერებს ან სკოლას მოხმარდეს ეს გაცილებით ფული საინტერესო იქნება. იმიტომ რომ მე შენი ფული სადღაც რო წავა და არ გაკეთდება უფრო მიღწახვალ და მოთხოვ რა ეგ მაგარი პრაქტიკა ეს ჩვენს დავნერგოთ ჩვენ დავაანონსოთ მეგობრებო. 340,000 დოლარს ვერ, მაგრამ ლარს კი. თვეში მიიღებთ, თუ აირჩევთ. ხო და თან გადაანაცვლებ კემერები რას გააქტიურდებიან ეგ როცავაში შევა. მაგრამ გააქტიურებ მაგრამ ეგენიც უნდა დავიჭიროთ კი, აუცილებლად. ყველა ციხეში. ყველა ნულოვანი ტოლერანტობა. ეხლა ლევდარიანის ყვერები ხო ვიყავით, ეხლა ნაცობასაც მიგვაკერებენ და ამის თვით ავატრიალ. მე ავიტან მაგრამ ჩვენ 500 ლარიანი ვართ. ბიჭო, იცი რა მაინტერესებს ფათაშორის, ეხლა რო გისმენდით, რომ აბა ყველა ზან თქვენი ჭრილიდან რას აფასებთ, როდესაც რესტორანში შედიხართ? პირველ რიგში დახვედრას. მე აურას და პირველ კომუნიკაციას მომსახურე პერსონალთან. ხო? ანუ პირველ რიგში სერვისი არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი. რა თქმა უნდა, არა. გემო ანუ სერვისი რა იგულისხმება? ინტერიერს პირველ რიგში ალბათ. კერძამდე ხო. თვალი ჯერ თვალი ხო, რაღაც, აი ხვალ რა. და მაგიდასთან როგორ მოდის ადამიანი უყურე უფრო მანამდე გეტყვი რა კარებს რო ვაგებ სისუფთავე და ასე შემდეგ. კაფე რესტორანი რა მნიშვნელობა რო შევაღებ ჯერ ან პირველი ხდება მაგიდასთან რანაირი სასტავი ზის ხო. თუ გავსებულია თუ ეხლა ცარიელია პირველ რიგში ვაკვირდები ინტერიერს და ნუ რანაირი აურაა რა მე სუნიც ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი შეხვიდე და რაღაცა სისუფთავის და გემრიელი სამზარეულო სუნი უნდა გამოდიოდეს აი რო შევალ ტილო სუნი დგას აი ტილო სუნი რო დგას ეგრევე ტრიალდები არა, ეგრე ფეხზე იხდი და ისე აგზელები. კასკი ხო ანუ რაც აი ძალიან მაგრა იგზნობა ხო და რა გქონიათ გადაობა ისტორიები? თან შენი მოყოლილი, ეხლა მე მაგრა გამისწორდება. აი ისეთი რაღაც გახსენდება. დალევასთან დაკავშირებით აი ვაფშე რა რესტორანში ერთი რაღაც, აი ძალიან ისეთი რა, აი რომელიც შეიძლება მარტო საქართველოში მოხდეს. ეხლა სამი ისეთი გამახსენდა, რასაც ვერ მოყვება. არა, არა, ის მოხევი რა. რომელი? სადღაც რომ გადასახდებათ რომ ფული რო ვისესხეთ. მიდი ზმურად. გადასახდებათ. ეგ მაგარი მევასება, ფული რო არ ყავია რესტორანში, მაგრამ მევასება. ხავს ხედით? 24 საათიანში რო ვიყავით? გასვალ ღამე სადღაც გამოვედით და ღამე მიბოდიალდით, მიპროტუნდით. და კიდე უფრო გვიან დაშლის დრო მოვიდა უკვე და უკვე რომ უნდა გადავიხადო, ფული არ გვაქვს და ნუ სადღაც ჩამოურეკეთ და ნუ ვისესხეთ 150 თუ 200 ლარი. რომ იმისთვის რომ გადაგვეხადა. ჩაგვირიცხეს, ვიშოვეთ ეს გადასახდელი ფული. მოდი რა ხაის გადავიხადოთ. ნელა გავლაგდით და გავედით. ძალიან ისე კონსტრუქცია, ორ-ორად გავიცანეთ და კიდე ახალ ლოკაციაზე გადალოკაციაზე უკვე ფული. ორი თვის წინ აქ რომ საჭაშნიკედან სამი ახალგაზრდა ბიჭი წახვედით. ჰელო! მოდი ხარ. მოდი ძმებო დაგალევინოთ. ო, ერთხელ მქონდა. აი ჩვენ ეგ როცა გავაკეთეთ, მაშინ კამერები არ ეყინა არსებობს. მე რა მაგრს რა მისწორდება, იცი? აი რა მისწორდება, მართლა გეუნები პირდაპირ მნიშვნელობით. ბაბო მაგას რო აი სასტავი რო მივხვდე რომ ჯიგარი სასტავია და უცებ რომ მითხრას რომ რავი ძმაო და ვაგვიდოდა და რაღაც, ანუ აი ეგრევე გავუშვებ შენ ძმობას ფიცავ. ვფიქრობ რომ ეგ სწორია რა. არა, თქვი რომ თავიდანვე არა, ეხლა ალბათ მოვლენ მთელი ისენი აქ მე ამას რო მოისმენე. არა, რავი, არა მოვჭრათ კაცო პირიქით. მოვლენ მაგრამ. ჯიგრები ხარ. ნუ აი ეგ მევასება რა. აი ადამიანური მოქმედებები რა. მე მქონია ეგ ცოცხალი ორგანიზმია, მართლა გეუბნებით ცოცხალი ორგანიზმია. იმაზე დიდად ცოცხალი ვიდრე Facebook. კი ბატონო. არა, მეც რაღაცები მახსენდება, მაგრამ მოყოლოდ არ ვერს. მე ხა ვერ ხვდები რომელიმე უყვე და მე რაღაც კაჩი ყველაზე გემრიელი და საყვარელი რაც მახსენდება არის ერთი ეგეთი ძალიან დავთვალეთ და წავედით ბორჯომში. ყველაფერი დაკეტილია. დილის 8 საათია და ვინა წვნიანი რა. აი აბსოლუტურად რენდომად შევედით, აი პროსტა ხის კარი დავინახე რა. აი სადღაც აი
ბორჯომის რომელიღაცა უბანში. ხის დიდი კარია რა და აი ხო იცი რაღაც საერთოდ დაგიძახებს რომ აქ რაღაცა კაი პონტია. შევაგეთ და ძალიან პატარა რაღაცა მოდუქნო დვიჟენია და ბაბუ და ბებო. კაციშვილი არის ეს ხალიჩებში. გახსოვს ბუკაი ადგილი? როგორ არის? ხალიჩებში ესეთ რაღაცნაირი აი აქედან დაიწყო ჩვენი ბორჯომის ძველი ავეჯი, სუნიც ხო რა და აი სუნიც ესეთი რა აი სტუმარმასპინძლობის სუნი რო დგას და ბაბურო ეგრევე თან ესეთ ხნე ბაბუ იყო რა და აბა ბიჭებო რითი გაგიმასპინძლა აი ბაბურო დაგხვდება რა და ბაბუ გაგვაცოცხლე ჩიხირთმა გაქვს თქო უფ ეხა ისეთ ჩიხირთმას გაჭვევთო აი ტირილს დაიწყებთო და აი ესე დიდი თეფშებით მოგვიტანეს ეხ დორბლები წამომივიდა დაურეკოთ იმ ბაბუს დავა და იმის მერე თვეში ერთხელ მინდა არ გვეზარებოდა და ბორჯომში ვაკითხავდით იმ ბაბუს და ბებოს რომ მართლა იმ დღეს აღმოაჩინა კვიტო მეგაბული შემთხვევით აი მე კარემანის და ტრადიცია რა რომ აქ აღმოაჩინა აქ თყვარზე ბასტიანზე სადაც გავსყდებოდით ხუთის ნახევარზე გადამწვარები გამოგოდიალდებოდით არ გვეზარებოდა ბორჯომში წმილები და შედარებით ფხიზელდროს ვინმე სამოვარჩევდით და იმიტომ რომ 7 საათი გაგებდა რასაც ვამბობ ხოლმე ზუსტად ეგ არის რამდენად დიდი მნიშვნელობაა დაამუღამა ერთი ობიექტი დიპლიპიტო ეგრე ქვია მანდ ეგეთი აურა არ არის ხო მაგრამ ხშირად просто გზად არის და კომფორტულია და იქ სხვანაირი აურა ბიჭო აი გახსოვს წინაზე რო გეუბნებოდით რაღაცა Facebook-ში ვნახე თუ რაღაცა შავში არის ცოლის ცრემლები რა ხო რატო ქვია იცი თურმე ცოლის ცრემლები ვიცი მაგრამ მოყევი მაინც იქაური ტიპები რომ მიდიან იმდენად ითვრებიან და იმდენ ფულს ახარჯავენ რომ იმათი ცოლები ტირიან თურმე რა მეორე დროს და ცოლის ცრემლები დაარგეს აი მან გინდა წავიდეთ და შეფმზარეულს ქვია თურმე უბედურსკი რა ქვია უბედურსკი გია თუ რაღაც აუ როგორ ჩვენი ძმა ხარ ძმაო მოვდივარ ჩამოვალ ჩვენთან უეჭველი შავში დავადგე და აქვეა რა უნდა წავიდეთ აი დალევა რომ შეგვეძლება ყველა ერთად წავიდეთ ვისაც აი ამ გადაცემას ვინც უყურებთ და ვინც ნამყოფი ხართ და თუ ძმაკაცობთ შემთხვევით უბედურსკისთან გამოგვეხმაურეთ და შენთან ერთად წავიდეთ ძმაო და დავუვარდეთ ჩვენ ვიხდით ძმა პროსტა წაგვიყვანეთ ბაზარია ხო რაღაც მაკაცური კომუნიკაცია ხოში გადავიღოთ ვაფშე აბა ისე რა ზა გადავიღოთ უეჭველი სცენოსილოფობია ო ეს მაგარიო ნიშნავს ცარიელი ლუდის კათხის შიშს ხო მე მაქვს ეგ შიში ესე იგ რა ცარიელია სცენოსილოფობია სცენოსილოფობია გაათიქ შიში კი აი პირველი კადრი შენ ფილმები გევასება შენ ფილმებს უყურებ აი რასაც წერ 50% უყურებ რაც არა ჯიგარი ხარ და ვოლკს სტრიტში რო არის რა ქვია Wolf of Wall Street-ში ხო ეს ლეონარდო ჯერო ის არის რა ლუზერი როა და ტიპს რო ხდება აი რა ქვია მაგ ტიპს მეორე ხო და ეს ტიპი რო ესე ზიან და ხო აი ეგ მომენტი მე ვასება და მაგ ტიპს ეგ ჭირდა უეჭველი რა კარგად გაგახსენდა ხო ყოველ 10 წუთში მომიტანეო სასმელო თორე მე ძალიან მაგარი სცენა აი უმაგრესი ხო ხო და მან დამბობს მაგას და ხო აი რაღაც ეგ გამახსენდა უცებ ო ეს მიუტანი მოდის ეუნება დალეო რამესო არა ვარსაო და მაინც დაუსხავს რა თქმა უნდა და მიუტანს ეუნება რომ ყოველ 10 წუთში ერთხელო აქ სარიელჭიკა კარში არ დაგვანახო და ყოველ 10 წუთში ერთხელ გაორმაგეო რა გაორმაგე სანამ რომელიმე სტეპში თავი არ ედებაო ხო თან ლანჩი არიან გასულები განა ღამე და ხო ლანჩი არიან სამსახურეობრივი გასაუბრება არის აქ ეგ მინდა რომ წვადზე გავაკეთო ყოველ 15 წუთში ძალიან მეორე რამეს ეკითხება ვერ ვიტყვი მაგრამ აი მე ცოტა პახამებების არის კი ძალიან მაგარი ხეში რამდენჯერ შვები ორჯერ მინიმუმ თან ესე რო შეგებია აი ესე აზრი არა მოკლედ ძალიან კაი ეპიზოდი ისე სწრაფად გავიდა 1 საათი რომ ვერ სწრაფად გადის გასწორა რომ ხო გვესტუმრები ხომ შენც აუცილებლად იმანაც გაასწორა როგორც შენ ბუნკერს თავის დროზე მეგობრობის ხელი გამოუწოდა რა თქმა უნდა ჩვენი მეგობრობა ცხადია გაგრძელდება არასდროს არ დაგივიწყებთ არავის აკეთებს მეგობრებო დაიმახსოვრე საჭაში დიკა ბუნკერი მეგობრები არის სხვა ბლოგერებმაც ესე თქვით ხოლმე არასდროს არ დაგივიწყებთ მადლობა და მართლა არასდროს არ დაგივიწყებთ ჩვენი არც მე არ დაგივიწყებთ ყოველთვის ჩვენი ბუნკერი ყოველთვის იდგება საჭაშნიკესგან ოდნავ მარჯვნივ მომავალი არის ჩვენი კი მით უმეტესად პოლიტიკა და მთელი ამბები რასნა წინ გველოდება ყველაფერი რა
ესე დავამთავრე. ესე დავამთავროთ, მოდი. ვითომ ეს კადრი იყო გაიჭერა. ბუნკერი საჭაშნიკედან. ძალიან დიდი მადლობა ლევან, კიდევ ერთხელ. ჯიგარსონა ხარ. კარგი. მოდი ისიც ხო არ დავაანონსოთ შემთხვევით სანამ მოვჩებით ბაზარს, რომ შემდეგი ეპიზოდი იქნება ღამის ეპიზოდი. დავაი, დავაანონსო? ოღონდ როდის არ ვიცი, ხო? არ ვიცით, ოღონდ ელოდნ. შემდეგი ეპიზოდი საჭაშნიკაში, რომელიც გვექნება, იქნება ღამის ეპიზოდი. კი. უნდა დავთვრეთ, გავიხიოთ შუაზე. შემდეგი ეპიზოდი, რომელიც საჭაშნიკაში ექნება ბუნკერს, იქნება აუცილებლად ღამე, იქნებით აუცილებლად მთვრალები და საინტერესო მხიარულ გოგონებთან და ბიჭუნებთან ერთად. კი. და ტანზემოთ გახtildeები. ტანზემოთ გახtildeები. ეგ შუალედში რა და მე შუალედში. ეგა. კარგად. ჩვენ როგორ დაგათროთ, ეგეც უკვე მომოძგეთ. კი ბატონო. всё.